ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებები, რომელიც ფარული მიყურადებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ახალ რეგულაციებს აწესებს, რამდენიმე კანონში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში შედის. თუმცა ღიად რჩება მუხლი, თუ ვის ხელში უნდა იყოს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ მობილური ოპერატორების. ამ საკითხზე სპეციალური სახელმწიფო კომისია უნდა შეიქმნას. ეს პაკეტი კანონპროექტების არის რა თქმა უნდა წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ გასაღების საკითხი თუ არ გადაწყდა, პირველი ზღუდე დაცვის მოქალაქეს თუ არ შეუქმენით და პირველი ზღუდე აუცილებლად უნდა შეიქმნას სწორედ მობილური ოპერატორების სახით, ის თუ არ შეექმნით, ძალიან რთული იქნება მაშინ სრულფასო უნდა ვამუშაოთ ეს სისტემა. მნიშვნელოვანია ის, რომ უკონტროლოთ ყოველგვარი ასე ვთქვათ, რეალურად დაცვის მექანიზმების გარეშე განხორციელებული მოსმენების ასე ვთქვათ, პრაქტიკა დასრულდება ქვეყანაში, ის რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს აქვს შესაძლებლობა რომ ეტაპობრივად გააკონტროლოს სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების შესაბამისობა ჩატარებულ მოსმენებთან, ის რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში მოპოვებული ფარული მონაცემების განადგურება. მოსმენებთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ იყო 5 კანონცვლილება, ჩვენ აქედან 4-ს დაუჭირეთ ხარი, მე-4-სთან დაკავშირებით თავი შევიკავეთ, რადგან სწორედ ამ კანონთან იყო დაკავშირებული ეგრეთ წოდებული გასაღების თემა და ეს კანონი ტოვებს საშუალებას, რათა მთავრობამ გააგრძელოს მოსმენები.